ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით ბათუმში კოალიცია ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატთა შორის მეორე ტური გაიმართება. მერობის კანდიდატებს შორის 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. 102 უბნის შედეგები ასე გამოიყურება: გია ერმაკოვი 45.5%, გია დიასამიძე 17.5%. 79 ოლქის იურისტის თქმით, მეორე ტური შეჯამებიდან 2 კვირაში სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში ჩატარდება. რაც შეეხება პროპორციულ სიას, კოალიცია ქართულმა ოცნებამ 7, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 3, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 2, ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ 1, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზამ 1, ერთიანობის დარბაზმა 1 მანდატი მოიპოვა. გამარჯვება მოიპოვა კოალიცია ქართული ოცნების 9 მაჟორიტარმა. ხვალ გადაწყდება გაუქმდება თუ არა ბათუმის 103 საარჩევნო უბნის შედეგები, სადაც ქართული ოცნებიდან თემურ ყურაშვილი იყრიდა კენჭს. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით რეგიონში აქტივობამ 36.5% შეადგინა. წინასწარი მონაცემებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჩივრების განხილვის შემდგომ დაზუსტება საბოლოო ციფრები. დღეისათვის 45.9% აქვს გიორგი ერმაკოვს, მეორეზეა გიორგი დიასამიძე ნაციონალური მოძრაობიდან 17.9% აქვს. ეს ორი პიროვნება გადის მეორე ტურში და სავარაუდოდ შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში გაიმართება მეორე ტური, თუ ეს შედეგები დარჩა ძალაში.